თემურ ქეცბაიას პირველი კომენტარი ჟალგირისთან მარცხის შემდეგ. დატოვა თუ არა გიორგი ლორიამ გუნდი და რა გეგმები აქვს თბილისის დინამოს. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ლიეტუვაში ჟალგირისთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ პრესკონფერენციის საუკეთესო მონაკვეთებს, თუმცა მის მოსმენამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. პირველ რიგში მეც მოგესალმებით. პრინციპში ასეთ ფორმატში ამ თამაზე საუბარი ცოტა დაგვიანებული შელებაც არის, მაგრამ ეხლა მესმის თქვენი, რომ პრინციპში ეს ლაპარაკი უნდა ყოფილიყო ვილნიუსში და არა თბილისში თამაშის მერე. იმიტომ რომ მართლა რაც მოხდა მიუღებელია ყველასთვის, რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, გუნდისთვის, გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის. ახლა მიზეზები ბევრი არის, რომ აქამდე მივედით, ამაში ზოგადად ჩვენც ვარ დამნაშავე, ზოგადად სხვებიც, ზოგადად საერთოდ რა სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში, ისიც ყველაფერი სალაპარაკოა სამწუხაროდ. რატო ვერ იმარსკენით, ალბათ სათადარიგოდ ვერ მოემზადეთ, არ მქონდა იმის საშუალება, რომ მომზადებული იყავით, ეგეც სამწუხარო არის. ახლა სიმართლე რო გითხრათ, მე როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი პასუხისგებლობა ჩემზე მოდის, იმიტომ რომ მე ვარ მწვრთნელი და ესეთი მარცხი რო არის, პირველი პასუხისგებლობა მწვრთნელმა უნდა აიღოს თავის თავზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვძნობთ. ვეცადეთ ეს დღეები, ეს ყველაფერი უკან მოგვეტოვებია და წინ გავიხედოთ და ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. თუ ამაში ჩარჩენა და ამაზე ფიქრი და ამაზე ის აქცენტის გაკეთება შორს უნდა წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, ანალიზი არის გასაკეთებელი. ჩვენ გქონდა ამ თემაზე ლაპარაკი. და რაც შეეხება ახლა სხვა დანარჩენს, ალბათ გექნებათ კითხვები და ამ კითხვებს ყველას პასუხი გაეცემა. პირველი თამაშის შემდეგ ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს უწევდით, რომ ლიეტუვაშიც კი რომ ამ თამაშში ჟალგირისი გავა. არა, ლიეტუვაში არა, არ დაგეთანხმები რა. ლიეტუვაში არ იზრობდნენ, რომ იმათ იქ დამთავრებული იყო თამაში. თქვენ კიდევ კაი იქ იყავით და დაინახე, რომ იქ არ იზრობდნენ ისინი, რომ ეს თამაში დამთავრებული იყო რა. თქვით თუ არა, რომ ზოგადად ქართულ თქვენ ახსენეთ სიტუაცია, რაც არის ქართულ საკოლო ფეხბურთში, ქართულ გუნდებს არ მაქვს ახლა დინამო თბილისის საუბარი, ზოგადად ქართულ გუნდებს ბოლო წლების განმავლობაში მიღებული წარმატებების შემდეგ წაგებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ და მაშინაც კი, როცა პირველ თამაშს სამხედრო მოგებული, ზოგადად ქართულ გუნდების თავს წაგებულის მენტალიტეტი არის და მორო შეკითხვა მექნება, თქვენ როგორც ჩემი ინფორმაციით მიიღეთ გადაწყვეტილება გიორგი ლორია წავიდეს გუნდიდან, აღარ იყოს თქვენი გუნდის მთავარი მენტალიტეტი. არასწორია. მე ვარ აქ და მე ვიყავი იქ და ჩემი გადაწყვეტილება იყო და იძახი რომ გავუშვი გუნდი და გუნდი არ გაგვიშვია ჩემ ლორია. წაგების მენტალიტეტი თვითონ იმასაც რომ გადახედო, რა ქვია იმას, ეს არ არის, რა ქვია იმას 55 ქვეყნიდან საქართველოს ფეხბურთი არის 53-ზე. ესეც მეტყველებს რა და ეხლა თუ იმას გავითვალისწინებ, რა არა საფეხბურთო ქვეყანა არის ევროპაში, ხო? ეს უფრო კატასტროფულს ხდის ჩვენს სიტუაციას საქართველოს ფეხბურთში რა. რაც შეეხება ლორიას, ხო? მე ლორი ჩვენ ლაპარაკი გქონდა ამ იმაში, მე ვთხარი რომ სამწუხაროდ დღევანდელი თამაშის მერე მე შენ დღევანდელი დღის მერე შენ მე როგორც პირველ მეკარედ არ განვიხილავ შენ იმას, იცოდე რომ მეტი შანსი არ მოგეცემა, დანარჩენი წახვალ ხელმძღვანელობასთან დაილაპარაკებ და რა გადაწყვეტილებას მიიღეს ხელმძღვანელობა, იმის მიხედვით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ იმას რა. რა ქვია იმას, თანამშრომლობას. და მაინც ახლა მე მგონია რომ მე რო ვილაპარაკებ ალბათ იმ კითხვებზეც, რა კითხვებიც გააქვს და რაც არ არის, იმაზედაც ალბათ ამას პასუხი გაეცემა. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სწორად მომზადებული იყავით ამ თამაშისთვის, პრევიუს ამას ტრამვებმაც დიდი როლი ითამაშა, დაცვაში რაღაც პრობლემები ჰქონდა, პრევიუს ამას ის დაემატა, რომ თვითონ თამაშზეც დამცველმა მიიღო ტრამვა.
მოგვიწია რაღაც გადაადგილებების გაკეთება. Რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ისიც რომ თამაშის წინ ძალიან რთული თამაში მოგვიწია გურიაში, მარტო თამაშზე არ არის, აქ ლაპარაკი ის არის, რომ 6 საათი უნდა წახვიდე გურიაში, თამაშიც ახვიდე 2 საათი იქ ითამაშო ამ წვიმაში, ამ წვიმამდე ცუდ მინდორზე, მერე კიდევ ისე 6 საათი უკან, სულ რაღაც 3 დღე გაქვს ამ თამაშის მოსამზადებლად. Რაღაცა მე მგონი ეგეც ამანაც დიდი როლი ითამაშა და რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა იმათაც რომ ხელოვნურ მინდორზე ვითამაშეთ და სამწუხარო ის არის რომ ეს თამაში რომ მოგვიწია ამ თამაშის თამაში ხო ამაში პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავეები იმიტომ რომ სულ რაღაც 1 წლის თუ 2 წლის უკან გუნდი UEFA-ზე თამაშობდა და ვერ მოვილაპარაკეთ რომ გადადებული იყო თამაში და ეს არ არის ახლა შეიძლება ვიღაცამ მკითხოს რომ ფედერაცია ეს ფედერაციის ბრალი ეს თვითონ გუნდების ბრალია და სამწუხაროდ ჩვენი გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებად მივიღეთ მაშინ ის დახვდა წინ ზუსტად 5 დღის უკან ნუ ახლა მე როგორ მსწრებს რა თუ რამის გაკეთება შემეძლო ალბათ თამაშს რო უყურებდი ალბათ მინდორზე უნდა შევარდნილი ყავი და ჩამეშალა თამაში მარტო ერთი გამოსავალი ეგ იყო რა მე ბევრჯერ მილაპარაკია ქართულ ფეხბურთზე, ბევრჯერ მილაპარაკია სიტუაციაზე, ბევრჯერ მილაპარაკია ისა რომ რა ნიჭიერი ერი ვართ, ქართველი ერი ამ ფეხბურთში, მაგრამ სამწუხაროდ მარტო ნიჭი არ კმარა, რომ ფეხბურთის თამაში მოიგო რა. დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ფეხბურთში ფიზიკურ მომზადებას და თავდადებას. სამწუხაროდ ეს ჩვენ გვაქვს, ნუ გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ უკვე უყურებდი ბოლო 20 წუთი უკვე იმის თავი არ ქონდა, რომ თამაში გაგვეგზელებინა და ზუსტად ეს იყო, თორე ახლა მე პირდაპირ გეტყვით რა, რომ ამ გუნდზე უფრო უკეთესი გუნდი ვიყავით და ჩვენ დავამტკიცეთ პირველ თამაშზე, ნორმალურ მინდორზე თამაში, სადაც 3 გოლი გავიტანეთ და კიდევ ერთი 3-ის გატანა შეგვეძლო რა. სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის ხალხო რომ აი ზოგიერთები ნუ ჩასაფრებულ სიტუაციაში რო არიან და ყოველთვის ესეთ რაღაცებს ელოდებიან რომ გამოუვიდნენ და ამდენი ბოღმა, ამდენი შური, ამდენი ისა რომ გადმოახსვიონ რა რომ ყველანაირად გადაუვარონ ყველაფერს, ყველანაირი ის მოსყო რა ეგ არის უბედურება რა. 13 თვე აქ ვარ და ყოველ დღე მაგას ვიძახი რომ ხალხო მოდი სტადიონზე გუნდს დაეხმარეთ, ქართულ ფეხბურთს დაეხმარეთ. გუნდს ვერ შეამოუდექით. და 2000 კაცი ვერ შევკრიბეთ ჩვენ სტადიონზე, ლოკომოტივის სტადიონზე რომ მაგრამ ნუ პრინციპში ჩვენ ახლა იმდენი ხალხი რო ყოლოდა რაც მე ჟალგირიში დავინახე ხო ალბათ იმ გუნდს ჩვენც მოვუგებდით ერთი 5-6 გოლს გავუტანეთ ისედაც 2000 გულშემატკივარით 3 გავუტანეთ და კიდევ 3-ის გატანა შეგვეძლო რა და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება რა ვარაფრის გაკეთება არ გვინდა და ყოველთვის აი ესეთ მომენტებს ველოდებით რომ ყველაფერი მიწასთან გავასწოროთ რა ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება რომ ამდენი ლაპარაკის მერე წაგებული თამაშის მერე მე მგონი 1.5 მილიონი ხალხი გვაგინებს და გვაფურთხებს და იმაშობა და ამ 1.5 მილიონი ხალხიდან თუ მართლა ესე შედგება ამ ხალხს გული ხო 1%-ით რო სტადიონზე მოვიდეს ხო ალბათ სიტუაცია უფრო სხვანაირი იქნება ქართულ ფეხბურთში რა ნუ ახლა მე პირდაპირ გეტყვით მე ძალიან ბევრი ვიფიქრე თამაშის მერე და მართლა ახლა მეც რო ახლა ეს გუნდი თავიდან რო ჩამებარებინა, რა ქვია იმას, ამ დაკომპლექტება ამ გუნდის ის რა ქვია იმას, მომზადება და რაღაცა ხო, ალბათ იმ ილუსტრა მე თბილისში ჩამოვდოდი, სახში წავიდოდი რა იგე. მაგრამ არ მინდა ის მივატო შუაგზაში, რაც დავიწყეთ, ჩავიბარეთ გუნდი, რომელიც გასავარდ ზონაში იყო და დღეს ერთ-ერთი პრეტენდენტი ვართ იმისი, რომ საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ რა. და ჩვენ გასაკეთებას გავაკეთეთ ბოლომდე, ნუ ახლა გასაგებია ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია. ესეთი რაღაცა მოხდა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ, რა უნდა ჩავრჩეთ იმ იმაში რა, როგორც ქვეყანა არის ჩარჩენილი ამ ბოღმაში, ამ შურში და ამ იმაში 25
35 წელიწადია უკვე ვერ დავლაგდით, ვერ იმასკენით და ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი დალაგდეს მარტო. ამიტომ ეს ყველაფერი იმას მეუთითებდა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება თვითონ ამ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან რომ თვითონ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს მარტო თბილისის დინამოს წარმატება არ არის, ეს მარტო იბერიის წარმატება არ არის. ძალიან მიხარია რომ იბერიას თამაში გადაიდო გორის დილასთან, რომ გუნდი დათანხმდა, მაგრამ დათანხმებაზეც არ არის აქ ლაპარაკი. როცა ესეთი თამაშები არის და როცა ესეთი სიტუაცია არის, მე მგონი რომ ალბათ კაი იქნება თვითონ ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და არ დაელოდოს არავის იქ რომ მოელაპარაკონ ან კიდო შეთანხმდნენ ან კიდო რაღაცა რა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში და სხვა სიტუაციაში ქვეყნები ყოველ მესამე დღეს და ყოველ მეოთხე დღეს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ აქვს, ჩვენ ამის ძალა და ჯანი და ღონი არ აქვს და ეს გამოჩნდა კიდო ამ თამაშზე რა, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხლა წარმოიდგინეთ პირველი ტაიმის მერე 1-1 იყო და 45 წუთი არის დარჩენილი და 4 გოლი უნდა გაუშოროთ, თამაში წააგო რა. ეხლა წარმოიდგინეთ ამ გუნდს თუ ყავდა მწვრთნელი, თუ ყავდა ფეხბურთელები, თუ ყავდა ისა, ხო, რა მოხდა, მაგრამ მიზეზები გითხარით რა, არა ვარ იმისთვის მზად, რომ ამ ხელა დონეზე აი ესეთ სიტუაციებში ბოლომდე მივიყვანოთ ის დაწყებული საქმე, იმას გულისხმობ, რომ 3-0 ქონდა აქ მოგებული და ვერ შევძელით. მაგრამ ეს თავის გამართლება არ არის, ეს არის ფაქტები, რა ფაქტებიც იყო და ამას ვლაპარაკობდნენ და რა ვიცი, ალბათ კარგი იქნება, რომ მომავალში უფრო უკეთესი მომზადების საშუალება იქნება გუნდებისთვის რა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ფორმატი იმიტომ შეიცვალა ჩემპიონატის, რომ რაც უფრო კარგად მომზადებული შეხვედრილი იყვნენ გუნდები ამ ევროტურნირებს, იქ ერთი თამაშის გადადება ალბათ მე მგონი ეგეც პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ფეხბურთის ფედერაციის ბრალი არ არის, თვითონ ჩვენი გუნდების ბრალია, რომ ერთმანეთს არ ვეხმარებით ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში. და ეს იყო რა, პრინციპში გულდასაწყვეტია ისიც, რომ თურმე ვიღაცები გამოსდნენ ახლა და რა ქვია ამას ესენი რომლებიც ამ ფეხბურთზე დღე-დღე ფიქრობენ, ეუბნებიან იმის ფიფიას, რომელსაც ასობით მილიონი აქვს ჩადებული თბილისის დინამოში და ქართულ ფეხბურთში, რომელსაც დადიხართ თქვენ ხშირად და ნახავთ, რომ ესეთი ბაზა, ესეთი მშვენიერი მინდვრები, მშვენიერი სასტუმრო, საცხოვრებელი, ჭამა-სმა, დღესისამჯერ, ყველანაირი ისა. იმის მაგივრად, რომ ვეძახოდეთ ხალხს ფიფიასნაირს და სხვაებიც რო არიან 1-2 მოვიდნენ და ქართულ ფეხბურთში ფული ჩადონ, უკვე წარმოიდგინეთ, უკვე იმ დონეზეც არიან მისული, რომ ესეთ ხალხიც აღარ უნდათ აქ, რომ აქ უნდათ საერთოდ ფეხბურთი მოისპოს რა. და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და რა ვიცი, სანამდე უნდა ვიყოთ ამ ბოღმაში და ამ შურში და ამ ჩასაფრებულ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ კი ვინმე დამნაშავეა, მე ვარ მშვენიერი და მე ვარ დამნაშავე და ახლა ალბათ კიდევ ერთი ის მამშვიდებს, რომ თუ რამე არის დასამშვიდებელი იმ თამაშის მერე ის, რომ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონი გახდეს. დამთავრდება სეზონი და ალბათ მე უკვე დავждები და დავილაპარაკებ რა უნდა გაკეთდეს და ახლა ეს ყველაფერი ემთხვევა ჩვენ ერთმანეთის იმაში, ალბათ გაგზავნება ჩვენი ურთიერთობა თუ არა და რა აზრი აქვს. მე ჩემთვისაც ნელი იყო, მე ეგეთი სიტუაციაში პირველად მოვხდი, მაგრამ რა ვქნათ, ალბათ რაღაცა ყოველთვის პირველად ხდება რა. ლაშა სამწუხაროდ კარიერაში თავისი მარცხი არასოდეს არ გაგეცადა ადამიანურად ნამდვილად უყურებთ საფედე ქონდა ყველაფერი აღგვიჭრილი და მესმის ეფოს შეიძლება თქვენსავით არ მესმის იქ რო ხარ, მაგრამ უბრალოდ რა მაინტერესებს იცით რა თქვენი გამრავლი კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის აი რატო არ აღმოჩნდა მე ხარ ფეხბურთელებისგან კი არის უბრალოდ გუნდში თუნდაც ლიდერი რაღაც აი დემორალიზებული იყოს რა თელმა რაც არა უნდა უთხრას ფეხბურთელს შენ თუ მოედანზე არ როგორც იტყვიან ბოლომდე აი კბილები ჯიგრით რაღაც შენ თავს არ გადაახდი ასეთ სიტუაციაში იმიტომ რომ ისე მიდიოდა თამაში ერთი მერე სამი თვე რაღაც და
ისე დაიშალა გუნდი რომ აი ერთი კაციც აღარ აღმოჩნდა ვიღაცა რომ ერთი კი არა მაგდროს რამდენიმე კაცი გასაგებია ახლა რომ იქ ხელოვნური მინდორი უგრეხელიძის ტრავმა ძალიან დიდი გავლენა იქონია იმიტომ რომ ფაქტობრივად დაცვის ხაზი ნუ ჩამოიშ პირველ თამაში ძალიან მაგრად იდგა უგრეხელიძე და შეავწევ სალტისი უწევ დაინტრა და ესა და რაც ალბათ ამ თემაზეც გეკნებოდა და თვითონ ფეხბურთელების გამოძახილი როგორი იყო ის როგორი იყო რომ რაღაცა რეაქცია ამ ყველაფერზე რა ეხლა გასაგებია თქვენ რაც არ უნდა დაუხაზოთ ესა უშუალოდ პროცესი სიტუაცია ერთ კაც შეუძლია მოედანზე შეცვალოს რაღაცა გარემო ასე თქვა და ხო ნუ პრინციპში კი ნუ რაღაც მომენტები იყო ეხლა თამაში 3 წელს ვაგებდით ჩვენს რაღაცა შეცვლა გავაკეთეთ გამოვიყვანეთ ვაცა რომელიც გითხარით რა ერთი სიამოვნებაა ესეთ პიროვნებებთან გუნდში ყოფნა, მინდორზე ყოფნა, ვარჯიშზე ყოფნა. თუ რაღაცნაირად თითქოს და მეორე გოლი გავიტანეთ და თითქოს და რაღაცნაირად ამოვისუნთქეთ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ რა, ჩემი თხოვნა და ჩემი დარიგება და ჩემი ყველაფერი ეს იმაზე არის გამპირობებული რომ ბიჭებო რაც შეიძლება მეტი ერთმანეთის კარნახი, ერთმანეთის გვერდში ამოდგომა, ერთმანეთის ისა. აბა თქვენ რა გონიათ მე რომ გიზი კი არა ვარ გარედან დგევარ და რო ყვირი ვარ რა და ახლა 60 წლის კაცი კიდე ახლა რამე რომ დამემართოს აქ იმას ამდენი ყვირილი და ამდენი მაგრამ სამწუხაროდ ეგეც არის რა გინდა გუნდში ლიდერები და როცა თვლი რომ ვიღაცი ლიდერები ყავს გუნდში ხო იმათგან უფრო მეტი მოითხოვება რა მე ხო კი გეუბნებით მე ჩემ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი ხო მე ვლაპარაკობ არა აქვს იმას მნიშვნელობა მე აქ რომ მოვდიოდი რა გინდა იმასაც მეუნებოდნენ ხალხი მაგრამ მე ჩამოვედი ისეთ გუნდში გუნდმა რომელმაც შეიძლება ითქვას რომ ბევრი რაღაცა მომცა ცხოვრებაში ბევრი რაღაცა კი არა ყველაფერი მომცა ცხოვრებაში რომ მიმეწია იმისთვის რასაც მივაღწია მაგრამ ეს არ მიმიღწევია იმით რა ქვია იმით მარტო ლაპარაკი და იმით რა ქვია მე ჩემი შრომით და ჩემი თავდადებით როგორც ფეხბურთელს და რა ვიცი რა მწნელობაშიც რაღაცა მაგ გაკეთებული რა ახლა და მით უმეტეს აი ესეთ იმებზე უფრო მეტი მაგ გაკეთებული ვიდრე ესეთ ტურნირებზე UEFA-ზე და კონფერენს ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე აი მაგრამ ნუ ალბათ რა ვიცი რა ეს ისეთი რაღაცა არის აუხსნელია მე ვერ აუხსნე რა ნუ რა ვიცი ხო გითხარით ალბათ რა ვიცი ნუ კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი მოგვიყვანა, მაგრამ ნუ ჩვენ გვინდა რომ უცხოელებიც იყვნენ გუნდში, მაგრამ გვინდა რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გაიზარდონ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს გუნდში და ნუ ველოდებით იმათგან ახლა შემაძრო გითხრა იმას ხო თორნიკეს ხო ვერ მოუთხოვ და კაკაშუს ხო ვერ მოუთხოვ რა ქვია იმას 16 და 18 წლის ბავშვს ახლა მინდორზე როცა ყავს ესეთი ფეხბურთელები რომლებმაც უკვე გამოიარეს ამდენი წელიწადი ყველანაირი დონე აქვს გათამაშები ყველანაირი ისა გაკეთებული რა. სამწუხაროდ რა ეს ისეთ რაღაცნაირი ბლაკაუტი მოხდა გუნდის 75 წუთიდან ის 15 წუთი თუ 20 წუთი იყო რაღაცა ნუ არ ვიცი ეგეთი რაღაცა ფეხბურთში არ ხდება მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ იმას მიუბრუნდები რა თქმა უნდა ლიტვა ხო ლიტვა რა ხო ლიტვანი ხო რა ვიცი ამ ქვეყანაში ფეხბურთი არის მესამე ადგილზე და პირველ ადგილზე არ არის რა და 3-0 წაგებული თამაშის მერე სიმართლე გითხრა გულშემატკივრის უფრო შემეშინდა ვიდრე გუნდის რა წარმოიდგინეთ ამ ქვეყანაში ხო ალბათ იქ მაგათ რო კომანდა 20,000 30,000-იანი სტადიონი ალბათ იმასაც გაავსებდა ნუ ისეთი ატმოსფერა იყო რა ისეთი სიტუაცია იყო რა სამწუხაროდ ჩვენ ამას ყველაფერს მოკლებული ვართ ჩვენ მარტო ის გვინდა რომ ვინ გავკიცხოთ ვინ სკოლა ვასწავლოთ ის კი არა რომ მე რას ვაკეთებ და მე რა უნდა გავაკეთო ის უნდა ვისოდე პირველ რიგში ესე ვარ და იმიტომ არის ალბათ ესეთი სიტუაცია საერთოდ ქვეყანაში რა აქ მარტო ფეხბურთზე არა ლაპარაკი არის საერთოდ ყველაფერზეა ლაპარაკი და სამწუხაროა რა ჩვენ გული დავწყვეტეთ ვიცით ბიჭებიც მაგარი გულდაწყვეტილები არიან ყველა რა თქმა უნდა იმ ხალხს ვინ პრინციპში ახლა ვინ ჩვენთან დადის თამაშებზე თითქმის ნახევარზე მეტი ის ბიჭები ჩვენთან ერთად იყვნენ და იმათაც დაინახეს რა
რა სიტუაციაში იყვნენ ბიჭები, როგორი გულდაწყვეტილები იყვნენ და პლუს კიდევ იმას, ახლა ჩვენ კიდევ ყველაზე უფრო მეტი ის ქონდა, რა ქვია, мотиваცია ამ თამაშისთვის, არა მარტო ის, რომ ეს ევროპული თამაშია და საქართველოს არის ამ ბიჭებს ქონდა ძალიან კარგი ბიჭებს და ყველას ქონდა ძალიან კარგი პრემიალური ამ თამაშის მოგების, გუნდის გასვლის, გუნდი კიდევ დიდ ფულს მიიღებდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს პრობლემა არის და ეს რო გინდა, ხო, ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, ის ყველაფერი ისე აეწყო, რომ სიმართლე რომ გითხრათ, მეც უკვე მეხუთე წელი გავიდა, რაღაცა ვცდილობ რაღაცნაირად გავანალიზო, რაღაცა თქვა, რაღაცა იმას აქვნა და ვერანაირი იმას ვერ ვშვები რა და ნუ რა ვიცი, ალბათ ეს წარე მაგალითი იყო ყველასთვის და ნუ ამ იმიდან რაღაცას ვისწავლით, რომ ეგეთი რაღაცა მეორეჯერ არ მოხდეს არა მარტო თბილისის დინამოში, არც ერთ გუნდში კაცო. ბატონო თემურ, ცოტა შეგრძელი კითხვა დავსვა ამისთვის ბოდიშ ვიხდით, თქვენ ჩემზე კარგად იცით საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში როცა ბრუნდებოდით, სადაც მოდიოდით და რა მძიმე ვითარებაც იყო, წეგან აღნიშნეთ კიდევაც, რომ გუნდის დაკომპლექტებაში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ, შესაბამისად მე ყველაზე ნაკლებად მწვრთნელის პასუხისმგებლობას ვხედავ ამ ბავშვს და იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემადგენლობა თქვენ რო დაგეკომპლექტებთ ეს გუნდი 80%-იან ფეხბურთელების ამ გუნდში დღეს არ იქნება და ჩვენთან ყველაზე მარტივი რაც არის დააბრალო მთავარი მწვრთნელს ყველაფერი, როცა გუნდი აგებს მწვრთნელია დამნაშავე, როცა გუნდი იგებს, მაშინ ფეხბურთელები არიან ყველაფრის შემოქმედები და ბუნებრივია რომ მარცხის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი გვესმოდა კულვარებიდან მიზეზები რომ აი ვიღაცა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მეკარის ამის გამო პრობლემა ქონდა, აი ჩარტერი გაკეთა, აი კეცბაიამ რაც თქვა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ნუ საბოლოოდ მაინც მიდის მთავარი მწვრთნელის მიმართულებით ისრები. და კითხვა, რომელიც მე მაქვს, ეს არ ეხება ჟალგირის. დღეს ალბათ მთავარი მწვრთნელი სხვა იქნებოდა, ეს რომ არ ყოფილიყავით თქვენ და თქვენ გაქვთ დიდი ავტორიტეტი იმისთვის, რომ დღეს აქ ისრეთ და გააგრძელოთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა უამრავი მწვრთნელი გვინახავს შეცვლილიც. რომა ფიფიასთვის მიკითხავს ძალიან ბევრჯერ. არც გულშემატკივარს კი უნდა შედეგი ერთ დღეში, მაგრამ თქვენ ყველაზე კარგად იცით, როგორი რთულია მით უმეტეს ჩვენს პირობებში ააშენო ძალიან კარგი გუნდი და ამას რამდენი დრო სჭირდება. გრძელვადიანი გეგმები რა არის? ის დავივიწყეთ, რომ კატასტროფა რა თქმა უნდა თვალინო გავუსწოროთ ამას, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩავჭრით იმ მოცემულობაში. არის თუ არა ნდობის მანდატი და არის თუ არა განვითარების გეგმა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ ამ კეცბაიას მიიცემა საშუალება დააკომპლექტოს დინამო თბილისი, ბუნებრივია რომ შემოქმედება იქნება სხვა. რა უნდა გააკეთოს თემურ კეცბაია მაშინ, როცა ევროტურნირების წინ 4 წამყვან ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი, ეს ხო თქვენი ბრალი არ არის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თქვენ ეს ფეხბურთელები გჭირდებოდა და შეიძლება გამოგიყენებინათ კიდევაც. ამიტომ მაინტერესებს მომავალი. ჩვენ როგორ იქნება, როგორ განვითარდება, რა ადგილზე დაგაბრალოთ. არა, დაბრალებაში არ არის პრობლემა, რაცა. იმიტომ რომ მე ვარ მწვრთნელი და ყველაფერი ბოლოსაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ის რომ მე როგორც მწვრთნელმა ალბათ რაღაც ისე ვერ გავაკეთე, მაგრამ ნუ ჩვენი ურთიერთობა გუნდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგია, ჩვენ პრინციპში ყოველ დღე ერთმანეთის კომუნიკაცია გვაქვს, ყოველ დღე ერთმანეთს ველაპარაკებით, გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ გუნდისთვის, იმიტომ რომ ეს გუნდი ხალხო არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს გუნდია, რომელმაც ევროპის თასი მოიგო და ავიცი მსოფლიოში შეიძლება ერთი 1000-ობით და 100,000-ობით გუნდი არის და ამ გუნდებს არ აქვს გაკეთებული ის, რაც აქვს გაკეთებული ამ გუნდს. იგივე ევროპაშიც არ არის იმდენი გუნდი ახლა, რომელსაც ევროპის თასი აქვს მოგებული, და აქაური მაისური უფრო მძიმე არის ვიდრე სხვა კლუბი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ყველანაირად პირველი იმით გათვალისწინებული, ეს ვინ იქნება, ეს ქართველი იქნება თუ ეს უცხოელი იქნება, ხო ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია რომ გავაგებინოთ ყველას რომ რა სიტუაცია. ხო გეუბნებით ახლა მე რომ მოვედი, სიმართლე რომ გითხრათ, თუ ამ სიტუაციაში ვიქნებოდით, ისიც იმის არ გჯეროდა რა, იმიტომ რომ გუნდში რომ მოვედი, გუნდი მერვე ადგილზე იყო და გასავარდ ზონაში იყო და ეხლა უკვე ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბძვით, პრინციპში ეხლა იმ UEFA-ს თამაშებსაც თუ დავაკვირდებით, 4 თამაშიდან 2 მოვიგეთ, 1 ფრევი თამაში და 1 წავაგეთ. ნუ რა თქმა უნდა, იმ ერთმა წაგებამ გადაშალა ეს ყველაფერი, რა ქვია იმას, რაც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხლა
ხელები ჩამოუშვათ და ვიტიროთ და ამაზე ვიფიქროთ თუ წინ გავიხედოთ რა და ნუ ახლა ნუ რა ვიცი ალბათ ჩემთვისაც უფრო მტკივნეულია ეს იმიტომ რომ მე ქართველი ვარ მით უმეტეს მეც დინამოდან დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა ნუ რასაც მივაღწიე და რა თქმა უნდა ჩემთვისაც ძალიან დიდი დარტყმა იყო რა როგორც ყველა იმ ფეხბურთელისთვის რა ვინც კი ისა არ მეგულება მე ერთი ფეხბურთელი რომელიცაც მე ნახე ეს თვითონი გასახდელში რომ შემოვედი ისა და ნუ ეხლა სამწუხაროა ყველასთვის რა მაგრამ რა ვქნათ ამაზე ხო არ გავჩერდეთ რა ხომ უნდა წავიდეთ ხომ უნდა რაღაცნაირად თავი ხომ უნდა ავწიოთ რა დაგჭა ნახევარი სეზონი ჩემპიონატის რა და ყველას დასამტკიცებელი გვაქვს რა მე იმიტომ ვიძახით რომ მე რომ მოვედი რაც მეგონა რომ ამ სიტუაციაში ვიქნებოდი ეგრევე 3 თვეში გაიგე თორე ახლა ის რომ ისეთ სიტუაციაში რომ ჩავშო მე იმიტომ გეუბნები 3 წლიანი კონტრაქტი მაგრამ ეს მას არ ნიშნავს რომ ეს 3 წლიანი მაგ ამ 3 წელ კონტრაქტს გამოვეკიდები რა როგორც გითხარით დამთავრდება სეზონი ჩემპიონობისთვის ვიბძვით და მე რომ დამთავრდება ხო იმიდან გამომდინარე რა გავაკეთეთ რისი გაკეთება შეგვეძლო რისი არ შეგვეძლო ამის მიხედვით მე უკვე გადაწყვეტილებებს მივიღე რა თვეში არ შენდება გუნდები ბატონ დობრე ჩვენზე კარგად თქვენი იცით ამიტომ კითხულობ რამ შეგაყვარა ჩემი თავი ეს მე ხო იცით ხო ვიხარით ადრეს რომ თქვენს გამო დავიწყე ტრანსფერში მადლობ ნუ რა თვეში არ კეთდება მაგრამ იცი რა არის ძნელია რა ამ ხელა მარცხის მერე საერთოდ ნუ ახლა პრინციპში მეც და სხვა დანარჩენებსაც ნუ იმის მერე რა ვიცი ღამე ნორმალურად არ მიძინია და სხვასაც არ უძინია მაგრამ რა ვქნათ თავი უნდა ავწიოთ და რაღაცა უნდა გავაკეთოთ რა რაღაცა ყველაფერს ნუ გადაუსვევთ ხალხო რაღაცა ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ გუნდში იმათაც დრო ჭირდებათ ჩვენ ახლა ფეხბურთელები მოვიყვანეთ ხო ეს ფეხბურთელები შობულებაში იყვნენ ერთი თვე რა სულ რაღაც ერთი თვე არიან ეს ბიჭები მოსულები ერთი თვეში ახლა ფეხბურთის ისე ვერ მოამზადებ როგორც ჩვენ გინდა და ჩვენ მოგვიწია ამ ფეხბურთელების მომზადება იმით რომ თამაშები გაიგე და ახლა ამ თავას თუ არის თამაში მარტო ვარჯიში არაფერს არ გიშველის და ამის საშუალებაც არ ქონია რა პრინციპში ვეცადეთ იგივე გურიაში რომ წავედით ისიც არანაკლებ გულდასაწყვეტი თამაშია თბილისის დინამოსთვის რა ქვია იმას მოგვიწია ნახევარი გუნდის დაყენება მე უთამაშებელი ფეხბურთელების დაყენება მე ტრამვირებული ფეხბურთელების დაყენება რაღაცნაირად ვეცადეთ ნუ რაღაცნაირად რომ იქაც და აქაც და ნუ ამ შემთხვევაში ყოველთვის როგორც შემაძლო გითხრა ჩემი ბრალია იმიტომ რომ ბევრჯერ მაგ გამოსტილი ეგეთი რაღაცა რომ ერთ თამაშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცე იმიტომ რომ ფიქრობ მომავალ თამაშზე იმ თამაშზეც თამაში არ გამოდის და სამწუხაროდ მე ის თამაშსაც ვერ იმაშვები ეგეც რავი ჩემთვის ალბათ ნუ ეგეც ის არის რა ქვია იმას რა ქვია ხო და ნუ რა ვიცი ახლა სხვანაირად ახლა მე ვერ იმას ვიზამ რა იცი რა არის აქ არ არის რომ ჩვენ ახლა ამ გუნდში დავიწყოთ ვიღაცების გადაბრალება აქ უნდა ჩვენ უნდა დავждეთ დავილაპარაკოთ ვინ არის ის ხალხი რომელიც მართლა ამ დინამოს ტვირთს მზად არის რომ იქამდე ატაროს რასაც ჩვენ ველოდებით, რასაც გულშემატკივრები ელოდებიან, რასაც ქვეყანა ელოდება, ეგეც არის, ნუ ახლა ხო გეუბნებით ამდენი ხალხი წუხილს რო გამოთქვავს, იმიტომ რომ ეს თბილისის დინამოა და შვებმა წააგეს და იმდენი არ ყოფილა გამოხმაურება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საქართველოს გუნდია, ეს არ არის მარტო თბილისის დინამო, თბილისის გუნდი, ეს არის მთელი საქართველოს გუნდია და ამიტომ ყველას გული შედგება, მაგრამ მარტო ლაპარაკით არა ხალხო. თუ გული შეგდგებათ მათთან და რაღაცა მოდით მინდორზე დაეხმარეთ ამ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად, ეკონომიურად, ქართული ფეხბურთი წავიდე წინ და არა ის კი არა რომ ვინც არიან აქ ისინი წავიდნენ და ვაფშე საერთოდ ჭაობში აღმოჩნდეთ რა. ისედაც ჭაობში ვართ სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ეს ალბათ კატასტროფა იქნება. მე ბევრჯერ მithქვია რომ დღევანდელი ფეხბურთი რომ გაანავითარო და რაღაცა ხო ამისთვის საჭირო არის ფული, ამისთვის საჭირო არის ბევრი რაღაცა, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის და შედეგიც ეს არის რა ვიცი.
საბოლოოდ როგორ გადაცდა გიორგი ლორიას საკითხთან ახლა აღნიშნეთ რომ თემიდან არ გაგიშვიათ კონდათ საუბარი და უთხარით მას რომ პირველ ნომრად არ განიხილება. არ განიხილება პირველ ნომრად, იცი რა არის, იცი გიორგი ლორია ახლა ალბათ მე ყველამ ძალიან კარგად იცით მე რა უთიერთობა გიორგი ლორიას და ეს არ არის ის რომ თუმე გიორგი ლორიას ბრალი ყვა არა. გიორგი ლორია არის ქართული ფეხბურთის თბილისის დინამოს საქართველოს ნაკრების წინვალე წარსული რა. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, რაღაცა გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ რა. მივცეთ იმის საშუალება ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული და ძალიან კაი მეკარები იზრდებიან რა, იმათ მივცეთ იმის საშუალება. რომ წინ გავიხედოთ რა. მე იმას არ ვიძახით, არავის არ ვაკნინებ, არავის არ ვაკრიტიკებ, არაფერს არ იმასვები, მე მინდა რომ წინ გავიხედოთ. და სამწუხაროდ გიორგი ლორია ფეხბურთის საქართველოს ფეხბურთის და თბილისის დინამოს მომავალი არ არის რა. ანუ მეც ვთამაშობდი ფეხბურთში და დავანებე რა. რა არის ამაში ის არაფერი არ არის. მე ვთქვი რომ მე ვარ თავარისტელი და გიო მეთქი გეუბნები რომ დღეიდან არ განიხილები როგორც ნომერ პირველი მეკარე. აქედან ეხლა შენ თუ გინდა წადი ხელმძღვანელობასთან დაილაპარაკე, რა გადაწყვეტილებას მიიღებ, ის გადაწყვეტილება იქნება. მეტი არაფერი არ არის ამისა. აქ ლორია კი არა, ისეთი დონის ფეხბურთელები წავიდნენ თბილისის დინამოდან, რა ქვია იმას, ხო გეუბნებით, არა ლორიამ თავის გასაკეთებელი გააკეთა ბარიორზე უფრო უკეთესად რა. მაგრამ ხო უნდა წავიწიოთ წინ, რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ და ისეთ სიტუაციაში როგორც გიორგი არის, ხო? 40 წლის მეკარე ან უნდა იყოს გუნდის წამყვანი, ან უნდა იყოს მესამე მეოთხე მეკარე, როცა ყველა დაიმტრება და ამას დაახმარებ გუნდს რა, დაგეხმაროს რა მაგ სიტუაციაში, გაიგე? და მე სიმართლე გითხრა, ხო, არა ვარ კმაყოფილი რა. არა მარტო გიორგითი, ბევრითი არა ვარ კმაყოფილი. იმ დანარჩენების კმაყოფილი არა ვარ, გაიგე? მაგრამ ჩვენ წინ გვინდა რომ გავიხედოთ, გაიგე და არის ამის ისა, გაიგე? მაგას ვიძახით, რომ არა, კონტრაქტია ხო სეზონის ბოლომდე გიორგის და აქ იქნება რა. მე პროსტო უთხარი რომ გიო, მეთქი მე მირჩევნია ახლა აქედან უკვე დაწყებული, ახალგაზრდებს მივცე იმის საშუალება და შენ არ იქნები ნომერ პირველი მეკარე. დანარჩენი ახლა შენ გადაწყვეტე, გინ დარჩები აქ და ივარჯიშებ თუ გუნდს ხელმძღვანელობას მოელაპარაკები და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ეს არის და ეს მეტი არაფერი. ვიცი რა არის ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ეშმაკურად უნდა მოქცეულიყავი? ახლა იცით რომ არა ვარ ეს ეშმაკი ეს რაღაცა ის აქვია იმას ისა მინდა რომ პირდაპირ უთხრა კაცს რაც სათქმელი არის რა. და არანაირი ისა რომ რაღაცა კრუგები ურტყა ამ იმას და რაღაცა არა აი ესეთი სიტუაცია გაწყობს არ გაწყობს რა ვქნა ეს. მოგესალმებით. რამდენჯერ მიხსენებთ რომ ვერ მოასწრო ამ თამაშებისთვის მომზადება, აი უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ თამაში როგორ გითხრათ. ასევე მაინტერესებს წესით ამ მომზადების პრობლემა, როგორც ეს ფორმატი რომ შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის მაშინ ამბობდნენ რომ აი უფრო ადვილი იქნებოდა ამ ევროპულ ტურნირების მაჩებისთვის, წვრთნელისთვისაც, გუნდისთვისაც ადაპტირება. აქამდე იყო ადვილი? გამოდის რომ ეს არ ყოფილა ადვილი. არა, მაგრამ ეს კარგი ჟესტი იყო ეს იმისთვის, რომ ფედერაციიდან რომ დახმარებოდა გუნდებს, რომ მომზადებულები შეხვედრილიყვნენ ამ იმას, რა ქვია. კიდევ ერთხელ გეუბნები. მაგრამ ეს თუ არ მოხდება ისე, როგორც საჭირო არის და რასაც ელოდები, ხო? შეიძლება ალბათ მე რაღაცა ისე შეიცვალოს, რა ქვია იმას. სიტუაცია რა. და ეხლა ვერ მომზადეთ ხო აგიხსენით რა ალბათ უკვე ფიზიკურად ვერ გავძერით თორე ის კი არა რომ ფეხბურთის თამაში იმაზე ნაკლები წარმოიდგინეთ თითქმის 3.5 თერს ვიგებდით რა არა 4 თერს რა და მე რა უკვე ბოლოს ალბათ არ ქონდა იმის ისა რომ გავგრძელებინა თამაში ნუ ფიზიკურად ვერ გავუძერით ამან პლუს იმას გეუბნებით ხელოვნური მინდორი და პლუს ის კიდო გულშემატკივარი როგორ ედგა გუნდს იმაში რა ქვია 95 წუთი არ გაჩერებულა რა და რაც შეეხება კანკავა გუნდთან ერთად ვარჯიშობს რა ნუ ჩვენ კანკავას მივეცით ისა მაგრამ მე ვატყობ როგორც ნელი რომ ჯერ კიდევ არ არის მზად იმისა და კანკავა არ წავიყვანე ნუ ეგეც იყო რაღაც ლაპარაკი რა რომელიც მე არ მომწონს რა, როცა რაღაც ლაპარაკები მიდის მწვენის ზურგს უკან რა.
რომ კანკავა რატო არ წავიყვანე და რატო წავიყვანე ეს პატარა ბავშვი. ჯერეთი და კანკავა მუხტის ოპერაციაა გაკეთებული. მინდორზე უფრთხილდებით რომ ისა რა ქვია იმას აქ და ეხლა წამოიდგინე წამეყვანა კანკავა და მე ესე თამაში შემეშვა და მე თამაშებინა იმას ხელოვნურ მინდორზე ნუ რაღაცა ხო უნდა ჩვენ რაღაცას ფიქრობთ რა რაღაცა ის ხო არ არის აქ რა ქვია იმას თუ რა ჩემი თავის ტერი ვარ ეხლა მეყოლება კანკავასნაირი გამოსტი რომელიც ზათარე და ის არ დავაყენე და იმასკენი იქ რაღაცა ცვლილებების გავაკეთე ჩვენ რომ რაღაცნაირად გუნდი 11 კაცი მოგვეგურებინა ისე სიტუაციაში ვიყავით რა და ეგეც პრობლემა იყო თორე იმიტომ რომ ეხლა ის უგრეხელეძე რო ყოფილიყო რა ქვია იმას და ის ფსალტისი ტრამვა რო მიეღო ალბათ იმაზეც არ იქნებოდა დღეს აქ რო ზივარ და ჩვენ უბედურებაზე რო ვლაპარაკობთ ხო მაგრამ ნუ არიან ფეხბურთელები რომლებიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან გუნდისთვის და სამწუხაროდ რა ვიცი ხო გეუბნებით რა ეხლა იმასაც შეიძლება ისიც თქვა რომ ხო უნდა ყავდეს ვიღაცა შემცველი კი მაგრამ როცა გუნდში 5 ფეხბურთელი აქედან 4 დამცველი ყველა ტრამვირებულია ხო ნუ რამდენ ფეხბურთელს მოიყვან ამ დამცველს ხო არ მოიყვან 30 კაცს რა ეგეც ხო არის რაღაც ისა ბატონო ზურგს უკან თქვით და ზურგს უკან გუნდში ლაპარაკობდნენ ნუ გუნდში ლაპარაკებდა ნუ ეგეც პრობლემა არის ალბათ ეგეც მაგრამ ნუ ეხლა როცა 50 კაცი ლაპარაკობ ხო ეხლა ის იმის თუ გჯერა შენ რომ ეს ლაპარაკი მიმის რა ქვია მაშინ ბატონო უკვე მასწავლებლის სიტუაცია ეს დინამოსთვის რომ გუნდი ბევრი ყოფილა ის სტრატეგიულ პერიოდში რაც თითქოს ჩავარდნილი სეზონებიდან ადისევიც ხდება იმედი და სამწუხაროდ პირველი იმედი ყოველთვის ყველაზე მაურიან დიდი ანგარიში გვაქვს დინამო იმ მომენტში იღებს როცა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს პროცესი გაიჭრას და თქვენი აზრით თქვენს სამწუხაროდ ამ რეალურიანში დადებით და ამ წლების განმავლობაში პირველ რიგში თქვენი აზრით და თქვენი განმოსახედიდან რა არის ის გაკვეთილი რაც დინამომ ვისწავლა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტში ეგ და იგივე ხდება და თუ შეგიძლიათ უფრო მეტად მეორე ნაწილი მექნება რომ აი გასაკეთების შემდეგ გუნდი პირველ ტაიმს არ თავდაჯერებული იყო გათანაბრება შეძლეს ტაიმის შემდეგ თუ შეგიძლიათ რომ ცოტა მეტი მოგვიყვეთ თქვენი სიტყვა იყო გასახდელში და შემდეგ ეს ყველაფერი შევეძლო. ნუ ჩემი ის იყო რომ გაგვიგზელებინა ისე როგორც პირველი ტაიმი უფრო მეტი თავდაჯერებულობა იმიტომ რომ რამდენიც 1 2 3 პასი გადავაბეთ ერთმანეთს რაღაცა მომენტი იქნებოდა გაიგე და უფრო მეტი თავდაჯერებულობა უფრო მეტი კარნახი ერთმანეთის უფრო მეტი ერთმანეთის გვერდში ამოდგომა ერთმანეთის დახმარება ნუ ახლა ალბათ რაც ახლა რო ყოფილიყო დაუშვათ პირველი ტაიმი 4-1 რო ვაგებდეთ ხო ნუ მაშინ სხვა სიტუაცია იყო მაგრამ ფიქრობ ახლა 3-0 მოგებული პირველი ტაიმი დამთავრდა 55 წუთი გავიდა 1-1 ახლა ნუ რა უნდა მეთქვა რა იმის მაგი ბრავოს და იმის მეტი რა უნდა მეთქვა ფეხბურთელებისთვის მაგრამ ნუ სამწუხაროდ რა ვიცი ხო გეუბნები ჩემთვისაც აუხსნელი რაღაცა მოხდა ხო ეგეთი რაღაცები არ ხდება მაგრამ ნუ რა ვიცი ეგეთი რაღაცებიც ახლა ბერჯერ მოხდა რა არა მარტო თბილისის დინამოს თამაშზე აგრევე ამ სოფლიო დონის ჩემპიონთა ლიგის დონეზე ისეთი გუნდები აგებდნენ 5-0 და 6-0 და იმას რა ქვია რომლებიც იქ ალბათ ესეთი სიტუაცია მიუღებელია და ჩვენ სამწუხაროდ იმ დონეზე არა ვართ რომ იმაზე ვილაპარაკოთ ჩვენ შეგვიძლია აქ იმაზე ვილაპარაკოთ რომ როგორ ავიცილოთ ეს ყველანაირი ესეთი სიტუაციები რომ ესეთ სიტუაციაში როცა რაღაცა თითქოს და რაღაცა კარგად წამოიწყო რაღაცა კარგად მიდის და ბამ და უცებ ეგეთი რაღაცა ხდება რა ალბათ ესეც ის არის რა რაღაცნაირი კარნახი აქვია გარე იმიდან რომ ნურაზდოს ნუ მოეშვები ნურაზდოს ნუ ჩათვლი თამაშ დამთავრებულს უნდა ითამაშო სანამ საჯი ბოლო წუთებამდე არ დაუსვენს და ნუ სამწუხაროდ მოხდა ის რაზეც დღეს ყველანი ვლაპარაკობთ 6 დღის მერე და მე კიდევ ერთხელ გეუბნები მიხარია რომ პრინციპში თავიდანაც მე რომ მოვედი ესეთი აჟიოტაჟი ესეთი ამდენი ხალხი დაინტერესებული ამდენი ხალხი ისა
ერთმა ქნას რომ ესეთი დაინტერესებულიც იყოს ის გულშემატკივარიც რომელსაც მართლა აქვს რაღაცა პასუხისგებლობა მარტო ის არა რომ იცი რა არის ჩავიჯდე ამ კომპიუტერში და რა სისულელე და რა ბოღმა და რა იმაზე უნდა ვილაპარაკო რა ქვია იმას როცა შენ კაპიკის არაფერი გაიკეთებია ხო არ შეგიძლია შენ რა ესეთი ბოღმა აბთხუიო რა და ესეთ რაღაცა მოგეუნებით რა ეგეც ყველაზე დიდი პრობლემა არის ეგეც ალბათ ყველა უფრო მეტ პასუხისგებლობას და იმას იგრძნობს თავის თავში რომ როცა დაინახავ რომ მართლა ეს მე ვილიუმში დავინახე იქ რომ აი ამ სტადიონი გაივსო და ყველა ფეხზე იდგა პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ნუ იმათაც რა ვიცი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა და მიცით რა არის ჩვენთან ფეხბურთი ყველას უყვარს ხო და ეს ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ეგ არის რომ ეს ხალხი ჩვენ გვინდა რომ გუნდებთან უფრო ახლოს და უფრო მეტი დახმარება ეკონომიური და უფრო მეტი დახმარება ის კი არა რომ ვინც აქ არის რაღაცა თავის ფული თავის ჯიბიდან ფუძდებს თავის ახლიდან შვილებს ოჯახს აკლებს და აგდებს ყველაფერს და იმაზე ვილაპარაკო ისინი წავიდნენ ვინ შენ მოხვალ მოდი მაშინ შენ თუ გინდა მოსვლა ზოგიერთები აქაც იყვნენ ისე წავიდნენ კაპიკის არაფერი გაუკეთებია მაგრამ მაშინ აქ რო იყვნენ კაი ჭამდნენ კაი სვამდნენ მაშინ არისო ცუდი ფიფია ეხლა აქ რო არ არიან არაფერი რო გაუკეთებიათ რო წავიდნენ ეხლა უკვე ენა გადმოაგდეს რა ზოგიერთი ყოველი ცოდნე ჟურნალისტებიც კიდო რა ოიც მე არა ვარ ის კაცი რომ რაღაცას ამოვეფარო და რაღაცა ისინი დავიწყო მე მიყვარს პირდაპირ ლაპარაკი და ალბათ ეგეთი რო ვარ ალბათ იმიტომ მივახცი ამ ყველაფერს რისთვისაც მიწევია ჩემ ცხოვრებაში რა თუ ეხლა ამ ყველაფერს ერთი თამაში თუ გადაუსვას ამ ყველაფერს ხარს ამის უფლებას არავის არ მივცემ რა თქვენ დღესაც და წარსულში არაერთხელ გისაუბრიათ გულშემატკივრის როლზე და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ისაუბროთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ქართულმა გულშემატკივარმა კიდევ კარგად ვერ გაიაზრა, რას ნიშნავს გულშემატკივრობა, მარტივად რო ვთქვათ, ამ თამაშის შემდეგ თქვი ესეთი რამ, რომ შევატრიალოთ, პირობითად ვამბობ, თბილისის დინამოს რო წაიგო პირველი შეხვედრა გასვლაზე 3-0 თუ მოვიდო და მეორე შეხვედრაზე გულშემატკივარი და უმეტესობა შევთანხმდით იმაზე, რომ არ მოვიდოთ. მე ყოველთვის მოვუწოდებ ხოლმე გულშემატკივარს რომ მოვიდეს სტადიონზე, არა მხოლოდ საგულშემატკივროდ, თუნდაც ის პროტესტი, რაც არის სოციალურ ქსელებში, შეგვიძლია გადავიტანოთ პირობითად ვამბობ, ტრიბუნებზე იქნება ეს მენეჯმენტის შეცვლა, მწვრთნელის, ფეხბურთელის თუ ასე შემდეგ. თუმცა აქამდე ჯერჯერობით ვერ მივედით. აი ხა შემდეგი თამაში გაქვთ სპაერთან. ეგამ თქვი რომ 3-0 შემდეგ არავინ არ მოვიდოდა და 7-2 შემდეგაც გაჩნდა ესე ვთქვათ კითხვები, რატომ უნდა მივიდეს სტადიონზე. მაინტერესებს ორი კითხვა. პირველი, რატომ უნდა მოვიდეს სპაერთან გულშემატკივარი, რას ეტყოდით თქვენ და მაგ ასევე ესეთი შეკითხვა. პირობითად ვამბობ, ყველაფერი რომ მოგცეთ მენეჯმენტმა გააკეთოთ ის ტრანსფერები მოიყვანოთ, აბსოლუტურად ყველაფერი. გულშემატკივრის გარეშე რამდენად მიაღწევთ წარმატებას? გაგვიჭირდება. არ იქნება ადვილი. ნუ ახლა მე ბედნიერი კაცი ვარ და მახსოვს ის დროც, როცა დინამო სტადიონზე თამაშობდი და 100,000 კაცი იყო ტრიბუნაზე რა, 100,000, 60,000 მე მომიწია საფრანგეთის პირველობის თამაში და 50,000-ზე ნაკლები არასდროს არ ყოფილა რა. მე ჩემი გამოცდილები და მინდა იმ ფეხბურთელებს და იმ თქვენ გითხრათ რომ ამ ხელა მუხტი არის რა. როცა გულშემატკივარი ყავს და ეს მუხტი იყო ზუსტად ის შალგირისის მაგალითი რა. იმათმა დაანახეს რომ შეიძლება საოცრება მოხდეს რა. იმათ ის კი არ იყო მარტო რომ იქ მოვიდნენ, იმათ გუნდი უყვართ და იმიტომ მოვიდნენ. 3-0 წაგებულის მერე, იმიტომ ქვეყანა უყვართ, გუნდი უყვართ, ქავის ქალაქი უყვართ, გაიგე? იმიტომ მოვიდნენ. ამას ჩვენ მაგ ვერ ვხედავთ. აქ მიდის იმაზე ლაპარაკი, შური, ბოღმა, ერთმანეთის გინება, ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის ისა, ჭკუვის სწავლება. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ თვითონ ჩვენ საქმეს ვაკეთებ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ყველა სხვამ რა უნდა გააკეთოს რა. აი ეგ არის, ამაზე ატყობენ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, საოცრება არის. ამ ერმა როგორ გაძლო 21 საუკუნე რა. როგორ მოვიდით აქამდე რა.
ეგეც ერთი საოცრება არის, ალბათ ღმერთს ისე უყვარს ეს ჩვენი ქვეყანა, რომ აქამდე მოგვიყვანა თორე, ალბათ სხვა ყველანაირი იმით, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ 21 საუკუნეში რა. აქამდე უნდა გამქრალიყო ჩვენი ისა რა. ისეთ სიტუაციას ვქნით, ისეთ იმებისგან რაღაცას ვქნით პრობლემებს, იქ სადაც პრობლემები არ არის. და ეს მარტო ჩვენ აქ ვზივარ და ფეხბურთზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას ეხება რა, ყველა დალაგ და ყველა ახლა იქ ვიყავით ვილნიუსში რო ვიყავით, გაგიხარდება რა. ვილნიუსში რა თბილისის მე ყოველთვის მითქვია რა, ფანტასტიკური ქალაქი, ფანტასტიკური ყველანაირი პირობა იმისათვის რომ იცხოვრო, იმას აქნა იგულავო, აქვია იმას რაც გინდა ის გააკეთო. აბა მე მეტი რა არის? ხალხი ყველა ერთხელ ცხოვრობს და ყველას გინდა რომ კაცურად ვიცხოვროთ და კარგად ვიცხოვროთ, კაცო ხო? როგორ შეიძლება რომ მთელი ეს 30 წელიწადია თუ რამდენი არის, რომ სულ ერთი და იგივე და ერთი და იგივე და ვერ ვითარდებით რა. ალბათ ესეც ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი ვიყოთ ევროპის დონეზე და ამ დროს ისა არ შეიძლება 53 ადგილზე იყოს საქართველო, რომელსაც ყავს ხვიჩა კვარაცხელია, საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში რა. მამარდაშვილი, რა ქვია იმას, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ჭანკვეტაძე, ოჩორეიშვილი. ამ ფეხბურთელების ქვეყანა ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს რა. მე ხვიჩაზე იმიტომ ვიზაღე, ჩემთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის, იმიტომ რომ ხვიჩა გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგა არის მსოფლიო ჩემპიონატი რა. ჩემპიონთა ლიგა არ არის ეს ჩემპიონატი რაც ნახეთ ახლა. და იმ ესპანეთის ნაკრებთან ხო? საქართველოს ნაკრებმა უფრო უკეთესად ითამაშა ვიდრე იმ რა ქვია იმას არგენტინის ნაკრებმა. და არგენტინას გადახედო ხო? არის ყველა მსოფლიო დონის საუკეთესო გუნდებში თამაშობდა. ჩვენ საქართველოსზე ვლაპარაკობთ, გადახედეთ იტალიას ნაკრები არ ყავს, ჰოლანდიას ნაკრები არ ყავს, ბრაზილიას ნაკრები არ ყავს, რა ქვია იმას და ჩვენ გვინდა რომ ამ საქართველოში სადაც რა ვიცი რა შურზე და ბოღმაზე ვარ გადასული ერთმანეთის განკითხვაზე ვარ გადასული ერთმანეთის ღალატზე ვარ გადასული და არ შეიძლება რა ესე ცხოვრება. ერთ პატარას დავამატებ, გამორჩა ძირითადად კომენტარები რაც წერება ხოლმე, როდესაც არა მხოლოდ თქვენგან სხვა მწვრთნელი იქნება თქვენგან როდესაც ლაპარაკობს გულშემატკივარზე, უმეტესად ესეთი კომენტარებია, რომ ითამაშეთ და მოვალთ. ასე პასუხებთ ამ კომენტარებს. ეხლა იცი რა არის? ჩვენ თუ ვითამაშეთ ჩვენით ევროპაზე გავედით ხო? უკვე ისიც აღარ დაგჭირდება, იმდენ ფულს გაძლევენ და უკვე აღარ დაგჭირდება, უკვე შენით იმას იზამ, რა ქვია იმას რა. დებს ერთი კაცი გეუნებით 200 მილიონი აქვს ჩადებული რა. იმ კაცებიც პატივი და მოდით სტადიონზე რა. და ესე არ ფიქრობს, ჩვენ რო ფიქრობთ, კითხვა რო დამი, ესე არ ფიქრობს ისა რა ქვია იმას ხალხი. აქ გუნდები არის, დღეს მსოფლიო დონის გუნდები გახდნენ, იმიტომ კი არა რომ რა ქვია იმას, იმიტომ გახდნენ რომ ფლობელები მოვიდნენ, მილიარდები ჩადეს და გახადეს გააკეთეს დიდი გუნდები რა. და სულ იმას გეუბნებით, კაცო, არ გვინდა ეს ისა რა ქვია იმას, იტალია, გერმანია, ესპანეთი, აგერ ჩვენ გვერდზე იმას რა ქვია, სომხები, აზერბაიჯანი, ყაზახისტანი. საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ჩემპიონატის, კაცო, როცა ეგეთი ჩემპიონატი არ ეღირსება მთელი ჩვენი მოდგმა აწი იმას რა ქვია, შეიძლება საქართველოს რა. და საწავედი, დიდი წავედი იმას რა ქვია, ლიუბიტელებში, იმაში რა ქვია, კიბზე რა. კიბზე და ღებულობდი იმას, რა ქვია, კიპრიდან წავედი, ჯიბეში რა ფული მედო ის ფუნდა. საბერნში წავედი, იქიდან რაც ფული მქონდა, ის ჯიბეში მედო რა და ეგეთ სიტუაციაში, მაგრამ არ შემიწყვეტია ის ჩემი ოცნებობა, ის ჩემი ჯინი, ჩემი ისა, რომ რაღაცისთვის მიმეღწია, გაიგე და გავაკეთე და ეხლა ხალხო იმას მეუბნებით, რომ ეხლა არ კეთდება, სამწუხაროდ არ კეთდება ესე რა. დღეს თუ იმათმა სომხეთი და ის კი არ გაუზია და გადავხედე სომხეთის გუნდი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე და ორი სომეხი იყო რა, დანარჩენი იყო 20 უცხოელი რა. და იმ უცხოელო ჩამოიყვანა ეს 20 უცხოელი რა, იმის კი არ ჩამოსულან ერევნის ანახავად რა, ჩამოვიდნენ იქ რომ ფული აიღონ და ისა და ჩვენთან აქ ფულის გადახდა არავის არ უნდა. ფულს არავინ არ დებს. არ არიან ჩვენ ქვეყანაში მილიონერები, არ არიან ჩვენ ქვეყანაში მდიდარი ხალხი ხო? შეკაი კაცო, მილიარდს თუ აკეთებ წელიწადში რა.
ერთი 10 მილიონი რომ ფეხბურთს მოახმარო, ფეხბურთს დავით ანაბის სპორტს მოახმარო, რაღაცა რომ გააკეთო, ხო შეიძლება რა. მაინდა-მაინც ვიღაცამ ხო არ უნდა გაიძულოს, ვიღაცამ ხო არ უნდა დაგავალოს, არა? როგორც ხდებოდა და როგორც ხდება ახლა რუსეთში დაუშვათ იქ ყველა ჩაბარებული აქვს მილიარდერს ისა გუნდი და ისინი იუვლიან გუნდებს რა. აქაც კიდე უნდა ვეხვეწოთ რომ გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. 3 თვე აქ ვარ და ამას ლაპარაკობ ყოველდღე რა. მოდით ხალხო, გვერდში დაგვიდეკით რა. გახედეთ, გუნდები ბოლო ადგილზე არიან, დარჩენაზე ფიქრობენ, მაგრამ სტადიონები გაჭედილია რა. ვერ გავიგე ისინი რა. მაგრამ ჩვენთან ეს მენტალიტეტი არ არის რა, რომ მე მიყვარს ჩემი მარტო ის კი არ არის რომ მე მიყვარს ჩემი თბილისი დავიწერო აქ და ვიარო. ის უნდა დაანახო იმაშიც რომ გიყვარს რა. მარტო დაწერა და ის არ შველის არაფერს რა. საქმეთ უნდა დაამტკიცო ის. და არა ის მარტო ლაპარაკი და ლაპარაკზე რო ვარ გადასულები რა. სირცხვილია რა, სირცხვილია მეტი კი არაფერი რა. სირცხვილია კი პირველი სირცხვილი ჩვენ ბეჭებზეა, ჩვენ იმაზეა რომ ესეთი რაღაცა იმას, მაგრამ ნუ თვითონ სიტუაცია იქამდე მიდის, რომ თითქოს და ეს, რა ვიცი, ყველანაირად დაბკოლებები, ყველანაირი ისა რა, მაგრამ ხალხო ნიჭიერი ერი ვართ რა, ნიჭიერი ერი ვართ ფეხბურთში, მარტო ფეხბურთში კი არა, ყველა იმაში გაიგე. ამ ნიჭს დახმარება ჭირდება, მარტო ნიჭი არაფერს არ შველის რა. და ამას თუ ყველანი ერთად თუ არ გავაკეთებთ, ხო? ეს მარტო ერთი და ორი კაცი ამას ვერ გააკეთებს რა. და გულდასაზღვეთია. ყველას ეგონა რომ საბჭოთა კავშირიდან რომ გამოვედით, ყველას ეგონა რომ საქართველოს იქნება ფეხბურთის ბუმი რა. ყველაფერს მიაღწია ჩვენგანვე რა. ყველაფერს მიაღწია ყველა ქვეყნებმა. მე გუშინ თამაშს უყურებდი რა ქვია მას და იმ გუნდს აქვს ნათამაშები ისა რა ქვია მას კონფერენც ლიგა. აი წარმოიდგინეთ, აი იმ გუნდს აქვს ნათამაშები კონფერენც ლიგა რა. და კიდევ ერთხელ ვიძახი, დიდი მადლობა ფედერაციას, მადლობა გორის დილას, რომ დათანხმდა, თამაში გადაუდეს. მადლობა იმ გუნდსაც, რომელიც თბილისში ჩამოიყვანეს, რა ქვია იმას, თასის თამაში თბილისში რო ეთამაშად, რა ქვია იმას, არ ვიცი ვის ეთამაშა. მარგვეთი, მადლობა იმ გუნდს, რომ დათანხმდა მაგაზე, რომ აღრო ჩამოსულიყო და ეთამაშა, რომ იბერია კარგად მოზადებული იყო, მაგრამ კი, მაგრამ ხო გეუნები. ეს არ არის სხვას კი არ ვაბრალე, ჩვენ თავს ვაბრალე, იმიტომ რომ ჩვენს ერთ ცუდად მოვიქეცით და ჩვენ არ იმასქენით, ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ მე კიდევ ხერ ვთხოვ ფედერაციას, რომ არავის არ მოусმინოს რა. ესეთ სიტუაციებში, ხო, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გადაიდევს ეს თამაში რა. ამაზე მაქვს ლაპარაკი. თუ გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ეს უნდა იყოს რა. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ამ შეცდომის გულისთვის მაგრა დავისაჯეთ რა. ღმერთი ყველაფერს ხედავს რა. პირველ რიგში მოგესალმებით ის რომ წარმატების სეზონის არჩევნებში წერა ლიდერებზე იყო საუბარი. გრავანდა დინამოში თქვენ ის ხედავთ თავი ლიდერი თუმცა ყველაფერს ევასთან. მე ყველას ხედავ ლიდერს, ყველა მინდა რომ ლიდერი იყოს რა. არ მინდა ახლა რა ქვია იმას დავიწყო აქ რაღაც ისინი. მიუხედავად იმისა, რომ იმაზეც არის ლაპარაკი, რა გვინდა ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი. არა, მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მე ვარ ერთადერთი ტრენერი, რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელს მივესი იმის შანსი და ამის ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მინდა ახალგაზრდას მივცენ შანსი რა. მინდა იმ ახალგაზრდამ ამ ფეხბურთის თავის ცხოვრება აიწყოს. მე ყოლია ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ვერაზოს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ ხელა დონეზე ფეხბურთს ითამაშებდნენ და ჩემპიონობებაც მოიგეს, თასიც, ჩემპიონთა ლიგაც ითამაშეს, ფულიც იშოვეს, გაიგე? მინდა რომ ყველამ ფული იშოვოს, ყველამ ასეთ დონის ფეხბურთი ითამაშოს და მე ყველანაირად გვერდში ამოვდგები. არ არის პრობლემა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ახალგაზრდა თუ ის არის. თქვენ რა გონიათ, ეხლა მე ლორიაზე რო ვლაპარაკობ, 3-4 ღამე არ მიძინია, შენ გონიათ რომ ეს ისეთი ადვილი გადასაწყვეტი არის? არა, უნდა მივიღო გუნდი იმიდან, ჩემი არ არის თბილისის დინამო, რომ წარსულში ჩავრჩე რა, მომავალზე უნდა ვიფიქრო. არავის არ უთქია 200 წუთი წადი გუნდიდან. ჩვენ ვუთხარით რომ ესეთი სიტუაციაა და პირდაპირ უთხარი. სულ პირდაპირ მიყვარს ლაპარაკი, მოულები და ის არ მიყვარს ეს ისა რა ქვია იმას. ო სამწუხაროდ ჯობი აქიდან ახალგაზრდებს მიცეთ იმის საშუალება, შენ არ იქები ნომერ პირველი მეკარე და აქ ახარ და გინდა ივარჯიშე, თუ გინდა რა, როგორც სხვა ფეხბურთელი ვარჯიშობს და აკეთებს, ისე გააკეთებს თავის საქმეს რა. იქიდან
რა ის დირექტივები მოვა ხელმძღვანელობიდან მეტყვიან რა დაждდება დაილაპარაკებენ და გვეტყვიან რა არის ისა რა ბოლო კითხვა ალბათ ის იქნება ის იდეას რომ გადავხედოთ რომ მომავალი გეგმები რა არის რა ის ახლა გუნდის ფოკუსი და ის იქნება ყველაზე თავად მიმართული ახლა ჩვენი რა თქმა უნდა ეს აუგასრად შეიძლება პირველ მეკარედ მისგან იხილავთ თქვენ არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩვენ თუ დაგჭირდა და საჭირო იქნა მოვიყვანოთ უცხოელი მეკარე იმასაც გავაკეთებთ რა თუ რაც შეეხება ახლა იმას მიზანი რა არის მიზანი იქა ვართ რა ჩემპიონატში ვართ ერთ-ერთი ფავორიტი ვართ და ეს გვინდა რომ ეს ჩემპიონატი ჩავამთავროთ ისე რომ გუნდი გახდეთ ჩემპიონი ეს არის პრინციპში რა თბილისის დინამოსის არ აქვს მნიშვნელობა ყოველთვის ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ის რომ ჩვენ პირველ დღიდან ირთვით რომ მომოვედით დავანებოთ ყველაფერს ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში თბილისის დინამო გახდეს ამ ქვეყნის ფლაგმანი როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო რა ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპის თასი მოგებული კლუბი და ყველაზე პოპულარული კლუბი საქართველოში მიუხედავად იმისა რომ ხალხი არ დადის რა სტადიონზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო მომდევნო შეხვედრას 9 აგვისტოს სპაერის წინააღმდეგ გამართავს. რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.